მოგესალმებით ძვირფასო YouTube მაყურებელო. დღევანდელ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ დატვირთვა. დღეს მივდივართ Red Bull-ის კომპანიაში, სადაც დავიტვირთე უკვე ჩემთვის ნაცნობია ეს კომპანია. ადრე ვთქვი წინა ვიდეოში, რომ ისეთი ვიდეოები, სადაც მე კომპანიაში პირველად ვარ, უფრო საინტერესო იქნებოდა თქვენთვის, მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ პირველად რომ როცა მივდივარ კომპანიაში, ხო, ბევრად რთულია და მიჭირს გადაღება, იმიტომ რომ იქ არიცი ჯერ რა ხდება, სად უნდა დარეგისტრირდე, სად გააჩერო და ამ ბოდიალში და ეს დაძაბულობაში ეს კამერა და ის ხელს გიშლის ძალიან რა. დღეს გადავწყვიტე ისეთ ქარხანაში გადავიღო ვიდეო, სადაც უკვე ნამყოფი ვარ. Red Bull-ის ქარხანაში მივდივარ უკვე, როგორც თქვი და მინდა რომ გაჩვენოთ რა ხდება, როგორ ხდება. ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ის რომ დისპეჩერი შემიცვალეს დროებით რა, იულია მყავს ერთი გოგოარი და ცოტა დაბნეული გოგოა, არა აქვს ისეთი გამოცდილება, როგორც წინას. ესე იგი ამ გოგომ რო ჩამიგდო WhatsApp-ზე ეს დავალება, ხო? შეკვეთები მოგდის სამსახურის ტელეფონზე WhatsApp-ზე. WhatsApp-ზე ჩამიგდო და ეს კოორდინატები რო დავაკოპირე Google Maps-ში, ამომიგდო ეს Red Bull-ის ქარხანა, სადაც უნდა მივიდე. მაგრამ ეხლა რა ხდება? ეს კოორდინატი არის აცდენილი დაახლოებით 100 მეტრით. ეს წერტილი დასვა მეორე მხრიდან. იმ მხრიდან ეხლა მე მივსულიყავი ტრაილერით, ხო? იყო მეორე მხარე ქუჩის. და იქ გამიჭირდებოდა შესვლა. შეიძლება გავჭედილიყავით, აი გამოუცდელი მძღოლი რო ვიყო, ხო? და აი ესეთ დეტალებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. ესეთ დეტალებს მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მძღოლს შეგიძლია ეს ყველაფერი გადაამოწმო და თავი არ გაიშარო. აი მაგალითად Google Maps-ზე როცა დისპეჩერი მოგწერთ კოორდინატს, ჩაწერთ ამ ციფრებს Google Maps-ის search-ში, დააზუმებთ, შეგიძლიათ იქვე 360 ჩაურთოთ, ყველა კომპანიას აქვს ევროპაში ეს 360 გრადუსი. და იქვე თქვენი ვარაუდით აღმოაჩენთ, სად შეგიძლიათ ტრაილერი დააპარკინგოთ, თუ პარკინგი აქვს კომპანიას. დაინახავთ, მიხვდებით თქვენ თვითონ Google Maps-ზე როგორ არ გამოჩნდება ხა ტრაილერისა. თუ არა აქვს, იქვე თქვენი ვარაუდით, როცა დასერჩავთ, მიხვდებით, სად შეგიძლიათ გააჩეროთ მანქანა და თუ თვლით, რომ იქ რთულია მისასვლელად, ხო? მაშინ მანამდე გააჩერებთ სადმე ახლოში ტრაილერს და ფეხით ჯობია გადახვიდეთ. მოვედით ამ Red Bull-ის პარკინგზე. აი ესე პირდაპირ შევალთ, აქ არის პარკინგი, ადრე ნამყოფი ვარ, არანაირი ბილეთი, პირდაპირ რომ მიადგები ტრაილერით, აი ეს ავტომატურად იხსნება რა. გაიხსნა. ესე იგი ხა ჩავიცვამთ კომბინეზონს და წავალთ ოფისში. პატარა კონტეინერი არის, სადაც უნდა დავრეგისტრირდეთ და იქ მოგხსენებენ ჩვენ ტიკეტს. ისეთი უღელტეხილი გადმოვიარე? ნეტა არ გადმომეორე რა. აი ეს მაღლობზე მიდიხარ, ყურები გიგუბდება. ჩამოდიხარ, ვიწრო გზები. Hallo? Gibt es niemanden, ich denke, ist das da. Wer, der? Ja. Ah, okay, danke. Chefin, 2 Euro. Hallo, I have loading. Bereitet tauschen. Kein Paltentausch, nicht Tausch. Rampe 1. Rampe 1, okay. I know, I don't first time here. Dankeschön. Ciao. მოკლედ აი ესე გამოიყურება ჩვენი ტიკეტი. ზედ არის ჩვენი მონაცემები, რომელიც დაგჭირდება იქიდან გამოსვლის დროს. ამის საშუალებით შევძლებთ რომ ავიღოთ საბუთები. ასევე იქ პერსონალს ვაჩვენებთ და ამის საშუალებით ჩავტვირთავთ რა, რომელი ტვირთია ჩვენი. მოგწევთ პეიჯერი. ეს პეიჯერი უნდა მიცოთ ბიუროში. პეიჯერი რატომ მოგწეს არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ზედ რამპის ნომერი დაეწეროს, მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცმა გვითხრა პირველ რამპაზე შედიო პირდაპირ. წავიდეთ, მაშასე დავიტვირთოთ. ნახოთ აბა, და იქნება. აჰა, აი ქნა ვაჩვენოთ ჩვენი ყურე შტემის კოდია. კოჩი. აის, ჯიგარ. კარიც გაიხსნა. წავედით ახლა ჩვენ.
პირდაპირ შევალთ. შლაგბაუნი ღია, მაგრამ აქ უნდა გავჩერდეთ. Hello. Dankeschön. კარებები გავხსენი და უნდა მივაყინოთ აგერ პირველ რამპაზე ჩვენი ტრაილერი. გამოცდაზე უკან თუ დაიხედები ესე პარკირების დროს ადგენიან და ჩაგჭრიან. სამართლებაა, იმიტომ რომ რეალურ ცხოვრებაში ძღოლებს მიწას ხშირად გაყიდო. ესე ბევრად კომფორტულია. ასე რომ თუ ვინმე ნახავს გამოდოს შეცვალეთ ეგ წესი მეგობრებო. არასამართლიანია. Hello. Hi. Rampe 1. Hi, Rampe 1. Can I go? Ja, klar. Aha. So. Այս հարից քոնի სანამ შემოვიდით დაგვიმზადეს მოკლედ ეს პლატფორმა გაასწორეს, ტიმები აუღიათ, ეს მანქანა დაგვიდეს და ეს ფაზი არის ჩვენი ტვირთი. ნუ აქ რამდენიც მოგროვდება, აგერ ეკრანზე დაგვიწერს. უნდა დავუდოთ 33, მე მგონი 33 გადავამოწმოთ ახლა. დისპეჩერის გეგმაში თუ არ შემეშალოს. იმიტომ რომ სიტყვაზე 33 რო არ იყოს და იყოს 25 ხო? წინ უნდა დავდოთ აი ესე 1 2 3 უნდა გამოვამწკრიოთ და მერე უნდა დავიწყოთ ორ-ორად, იმიტომ რომ წინა ღერძზე არ იყოს ბევრი დაწოლა. ეს არის წვენი და არის მძიმე. კი ბატონო, 33 ევრო პალეტი. შეგვიძლია რომ პირდაპირ ჩვეულებრივად დავტვირთოთ. როგორ წესია? დავით. მოკლედ გადაღება არ შეიძლება ახლა მithეს ვიცოდი, მაგრამ შუმად მაინც მერე გადავიღებ ცოტა რაღაცას. მოკლედ ასე დავიწყებ ახლა დატვირთვას. და რო დავამთავრებ, გეტყვით რა. всё, აი ეს არის ჩვენი წვენი. დატვირთვაც მორჩა, ახლა ავწევთ პლატფორმას. აი ესე ავწევთ. ავტომატურად გამოვიდა გოხდათ. ახლა საბუთები მოგვწეს, ჩვენი საბუთები გოხდათ. გადავაკონტროლოთ მაინც. ზოგ კომპანიაში CMR-ს არ გაძლევენ და შენი უნდა დაწერო რა. საზღვარს თუ კვეთ CMR-ი აუცილებელია. ეს ნახე აქ. ეს არის ჩვენი მძღოლების ხელწერა რა. ანუ აქ ვინც ყოფილა აწერენ რომ სხვემაც გაიგონ ეს სიამაყით შეხედონ უკრაინელმა უკრაინელის ნაწერი იცნოს, ქართველმა ქართველის. აგერ დაუწერიათ დათო წნორი, დათო ხარაგაული, ზებური ბათუმი. საინტერესო. გიორგი ხარქუა, ზარქუა თუ რა ვიცი, ხო?
ნახე ბეჭდები სად დააგვირწყული. აუ, აქეთაც რა ამბავია. დიდგორიო ვიღაცას დაუწერია. პატრიოტობა ჩააქსოვა კედლის ნაჯღაბში. აი ეს არის, ეხლა всё. დატვირთულია მანქანა და შეგვიძლია წავიდეთ ამ კომპანიის პარკინგზე, სადაც დავრეგისტრირდით წეღან და მოუწესრიგდეთ აბაზანაში. აჰა, ეხლა აგერ გავიდეთ. გასვლის პროცესსაც გადავიღებ. გასვლაც იგივე პრინციპით ხდება. დავასკანერებთ აგერ და გაგვიხსნის შლაგბაუმს აგერ რა. კარგად ჯიგო, კარგად. ჩეოს. გოგო, აიო. ვიდეოში მაინც არ უნდა ვიძახდე ამას. კაი, დიდუძუებიანი გოგო იყო. ჩიქანი ახლა. დუნდულაკები. სიო, წავიდეთ ახლა პარკინგზე. გადავივლოთ წყალის სიმონ. აჰა, აგერ პარკინგია და ჩვენი კომპანიის ჩვეულებრივი დუშები. ნუ ძირითადად დიდ შენობებში აქვს ხოლმე, მაგრამ ეს რაღაც დროებითი დუშები ჩანს, მაგრამ რავი, კაია. აჰა, შვენიერი, რავი. სარკეც არის აგერ. საფირფარეშოც ნორმალურია რა.